აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით აჭარაში მცხოვრებ აფხაზებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იმ ადამიანების მიმართ მადლიერების გამოხატვაა, რომლებმაც თავისი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აკტუალიზაციის საქმეში. ვფიქრობ, არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელმაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების სიმბოლო და მაგალითი აჩვენა. ჩვენ დღეს დავაჯილდოვეთ ქართველ აფხაზები, რომლებიც ცხოვრობენ ფერიაში. სამცხე ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს საოცარი სამეცნიერო პრეზენტაციული ჩვენება, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ზრუნვა ქართული ენის, აფხაზური ენის, ჩვენი საერთო მომავლისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყოველ დღე, ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი ტკივილი, რაც არის აფხაზეთი და მე ვფიქრობ, რომ ის შეხვედრები, ის ყველა ინიციატივები, რაც დღეს გაჟღერდა, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართულებით, იმ ადამიანების ღვაწლი, რომელიც დაფასდა, არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდანაც მოვდივართ, სად არის ეს ჩვენი ფესვები. ღონისძიება იყო კიდევ ერთი გზავნილი ჩვენი აფხაზიდების, სადაც მეების მიმართ, რათა მშვიდობის ყოფილი პოლიტიკით, კულტურით, განვითარებით, უფროსი თაობის დაფასებით, ახალგაზრდების ჩართულობით მოხდეს ამ კონფლიქტის აღმოფხვრა, რატომი არის გამორჩეული ადგილი, სადაც აფხაზეთელებს, აფხაზეთთან დევნილებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და სადაც ყველაზე აქტუალურად და ყველაზე აქტიურად მუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება სამომავლოდ ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა დიალოგითა და მშვიდობით. ღონისძიებაზე სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი აფხაზური ცენტრის ახალგაზრდებმა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. მოეწყო თემატური გამოფენა. შეხვედრის ბოლოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის აჭარაში მცხოვრები მოქალაქეები დააჯილდოვეს. სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე 2 წელია არსებობს აფხაზური ცენტრი. ახალგაზრდებს აქვს სურვილი და ამბიცია თავისი წვლილი შეიტანონ ამ კეთილ საქმეში. და უნივერსიტეტის წინაშე დააყენეს ასეთი ინიციატივა. უნდათ თვითონ შექმნან ახალი ისტორია, უნდათ გამოსცადოთ საკუთარი თავი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. დღევანდელი ღონისძიება გახლდათ კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ შეხვედრები აუცილებელია. ჩვენ ვართ აფხაზური თემის წარმომადგენლები. აფხაზური თემი დღეს წარმოადგენს თითქმის 3000 ადამიანს. ეს არ არის პატარა ციფრი და ვფიქრობ, ეს ღონისძიები ხელ შეგვიწყოს აფხაზური ენის პოპულარიზაციაში, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და რა თქმა უნდა კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში.